მივხვდი რომ რაღაცა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში კიდე. და ის როგორი პატენტის მომწონდა ცხოვრების. ეგ არის ერთ-ერთი რაღაც პარადოქსული მომენტი ამ სფეროში, რაც ყველა დამწყებ იუთუბერს ხანანად გონია. ძალიან მართული გადაწყვეტილება, თუნდაც შემოსავლის კუთხით, თუნდაც ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, არც 1% არ დაცემულა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ბალბა შემსერქვა და მეც მე ესე დავიქვით. და ის რომ აი მაგალითად ხა მე რაღაც ვიდეო გადასხდები და რამე კონტენტი მოვიფიქრო, ეგრე არასოდეს ავადი. ამინდია ფაქტორი, კვირის დღეებია რომ გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ მერაბი და ჩემი IQ რამდენი არ ვიცი, მაგრამ სტუმარი მყავს, რომელსაც მის IQ ნამდვილად იცის. გამარჯობა. ზუსტად თან. გამარჯობა. ესე დღეს ჩვენი სტუმარი არის ჰიტა, დავითი. ხო და დღეს პირველი ეპიზოდია, როცა პოდკასტი ჩავწერ და პირველად ვაკეთებ ეგეთ რაღაცას და თუ რამე ესე გამოსასწორებელი იქნება მოვაჭრე და მიწერეთ რომ მეც ვიცოდე რა გამოსწორო და რა უფრო მოგიწონებათ და არ მოგიწონებათ. დავიწყოთ მოდი ჰიტას უნდა დავუსვამოთ დღეს ძალიან ბევრი კითხვა. პირველი რის დასმაც მინდა რითი გადაწყვეტა რა მოგცა იმის мотиваცია იყო თუ აზრი საიდან ჩაგიზარა იუთუბერი გამხდარი ყავი ან თავიდან საიდან იყო ის თუნდაც ძალიან რაღაც პატარა რაღაც რა мотиваცია თუ რაც იყო. მადლობა რომ დამბადიჟე და იმედია კარგი ფეხი მექნება და ბევრ გამომწერებს ანახავს და აგლობ ესეთი დიდი ხნის მანძილზე ამ სფეროში. მადლობა. мотиваცია რა მომცა და მთელი ბავშვობა თამაშობდი რაღაც სხვადასხვა ვიდეო თამაშებს და შემდეგ უკვე როცა გავიზარდე, როცა თინეიჯერო სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი რომ რაღაცა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში კიდე. და ის როგორი პატენტის მომწონდა ცხოვრების და კარიერის აწყობის ამ მსგავსი. როცა იუთუბერობა აღმოაჩინა და გავიაზრე რა შეიძლება ამ სფეროს მოეცა ჩემთვის, თუნდაც შემოსავლის კუთხით, თუნდაც ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, აი როგორი გრაფიკი თუნდაც, როგორია მუშაობის სისტემა, რომ აი რომელი ქალაქიდან, ქვეყნიდანაც კი დაიმუშავებ, შენ თავზე ხარ დამოკიდებული აუდიტორიასთან თანამოაზრეებს შემოიკრებ და შემდეგ მათთან ერთად რაღაცებს აკეთებ და ეს ყველაფერი იმდენად მეკომფორტულა და მომეწონა რომ მას შემდეგ რაც ეგ პირველად გავიფიქრე და არქი გავაკეთე და ვიდეოების გადაღება დავიწყე, ეგ არც 1%-ით არ დაცემულა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ეგ მოწონება. კი ბატონო. სანამ გავიხსენებთ, მინდა ვთქვა რომ ეს სივრცელა წერც დაგვითმოთ ეკრანშმა, ალბათ და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის. ესე იგი, კაი. მოკლედ ერთ-ერთი კითხვა რაც თავში მიკრელებ და ჰიტა, ანუ რას ნიშნავს ჰიტა ფსევდონიმი თუ ნიკნეიმი როგორც არის მოკლედ, ანუ ვიცი რომ დავითი ქვია, მაგრამ ჰიტა რას ნიშნავს და YouTube-ზე როგორც ჰიტა რატო გამოჩნდა ასე რა ვთქვათ. ბალბა შემსერქვა და მეც მე ესე დავიქვი. ჰიტა. ანუ როცა თამაშობდი განსაკუთრებით დოტას, ყველა ჩემ მეგობარს ჰქონდა რაღაცა ნიკნეიმი იყო აუცილებელი სახელდაგვარს თამაშებში არავინ არ იწერდა რა. და ესეთ გეიმინგ კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ზედმეტ სახელო კონდეს. და მე მომწონდა ჰიტმენი პერსონაჟი, ყველი ის კილერი თამაშებში ეგ ძლიერი ვიყავი რომ ჰქონდა მაგის პროპონება რომ ეგ დამერქვა. თან მე თვითონ ბავშვობიდან ესეთი უემოციო ბავშვი ვიყავი, სულ ერთი და იგივე ხასიათზე. და ჰიტმენთან რაღაცნაირად მაგაშიც ვასოცირებდი თავს. და მერქვაზე ჰიტ, ესეთი ნიკნეიმი. და როცა კარგად თამაშობდი, ეს ცოტა გონდური თამაშია და 5 ადამიანთან ერთად თამაშობ და როცა კარგად თამაშობდი, ჩემი გუნდელები პირობდნენ რომ ჰიტა ოჩახან, ჰიტამ კარგად ითამაშა და ანუ ეს კარგ მომენტებში მეძახდნენ ჰიტას. ისე ჩვეულებრივად მეძახდნენ, რაც მერქვა. ესე ბუნებრივად ეს გამოდიოდა. როცა ის გაკეთება გადავწყვიტე, ეგ რაც ჩემთვის პოზიტივებთან ასოცირდებოდა, ეგ სახელი დავეთქვი ეგრე.
აი და ეს მაინტერესებს ახლა, ანუ ხო საკმაოდ კი არა და ერთ-ერთი ტოპ იუთუბერი ხარ საქართველოში და ანუ ეგ მაინტერესებს შენი ერთი ჩვეულებრივი დღე დაუშვა და აი ყველაზე ცნობილი ადამიანები საქართველოს ვინც ყავს ან სოფლის ცნობილი ადამიანები, აი რო ჩაწერო როგორ მიდის ერთი ჩვეულებრივი დღე კი არა, აი ვიდეოს დაგეგმარება როგორ მიდის? აი საიდან იწყება? ვიდეოს დაგეგმარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტილის იუთუბერი ხარ. მე ხარ ყველა იუთუბერს ვიცნობ თითქმის და ვიცი მათი ფორმატიდან გამომდინარე დაახლოებით რა ეტაპების გავაუწევთ ვიდეოს გადასაღებად. მე გეტყვი მაგალითად ჩემსას. ჩემი YouTube მოღვაწეობა იმით გამოირჩევა ზოგადად და მაგის ჩემი რაღაცა ექსკლუზივი არ არის ხოლმე ასე სტილს როგორცაც მე ვაკეთებ, რომ ეს შენს კომენტზე ძანზიხარ და რაღაცებზე ლაპარაკობ. მაგას ქვია OG მიმდინარეობა, ანუ OG style YouTuberi, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორმატია, საიდანაც საერთოდ YouTuberობა როგორც პროფესია შეიქმნა. ეგ ნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ შენს კომენტთან ზიხარ და რაც ცხოვრებაში მართლა გაინტერესებს ბუნებრივად, მაქედან გამოყავს კონტენტი და მაგაზე იღებ ვიდეოებს. ანუ ნახე ასე რომ წარმოვიდგინო იუთუბერები, სხვა ჟანრის იუთუბერები, ხო? ჯერ უნდა მოიფიქრო კონტენტი და თუ ეს კონტენტი რაღაც წარმატებულად გეჩვენება, შემდეგ შენი რესურსებიდან გამომდინარე აკეთებ ამ სტილის ვიდეოს. ჩვენ შემთხვევაში ესე არ არის. ჩვენ შემთხვევაში კონკრეტულად მე ცხოვრებაში რაც მაინტერესებს და რასაც ვაკეთებ, იქიდან გამომდინარეობს შემდეგ ვიდეოები. ანუ ვიდეოს გადასაღებად არაფერს არ ვაკეთებ, თუ მაგალითად სამოგზაუროდ წავედი შეიძლება მაგაზე ვიდეოს გადავიღო, მაგრამ ვიდეოს გადასაღებად სამოგზაუროდ არასოდეს დროს არ წავალ. მაგრამ თუ მივიდივარ, ოკეი, ლოგით შეიძლება გადავიღო რა. ასე არის სხვა თემებიც, მაგალითად თუ რაღაცა თემა დამაინტერესა, ბუნებრივად ცხოვრებაში მაგ თემაზე დიდი ალბათობით ვიდეოს გადავიღებ, თუ ვიდეოთაც დავინახე. და ის რომ აი მაგალითად ახლა მე რაღაც ვიდეო მაქვს გადასაღები და რამე კონტენტი მოვიფიქრო, ეგრე არასოდეს არ ვაკეთებ. და ანუ აი ყველაზე მეტად რა გაგირთულდა თუნდაც იმ ნულიდან მე მაგალითად სად მაქვს მონასმენი არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ თავიდან გიჭირდა ვიდეოების რაღაც ეს იყო დაწერა და რაღაცა და აი ყველაზე სირთულე რა წამოვიდა ამ ბოლო პერიოდში, რაც ნუ შედარებით ის გამარტივდა, მაგრამ რაღაც სირთულეებმა სხვა მოიჩინა თავი. რა არის სირთულე, რა ხდება? ბოლო პერიოდში? ხო. ახე ამ სფეროში ეს სფერო შეიძლება ეს ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ მარტივია, იმიტომ რომ ვიდეოს იღებ და დებ. და ეგ თითქოს ყველა შეუძლია და რა უნდა მაგას, მაგრამ სადღაც 10 წუთიან ან 20 წუთიან ვიდეოზე რამდენიმე შეიძლება რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე მუშაობდე, რამდენიმე ადამიანი მუშაობდეს. და ეგ შრომა ისე ერთ შეხედვით ვიდეოში არც იგრძნობა და ეგ ხარისხიც მეტყველებს, ანუ უნდა იგრძნობოდეს ბევრი რაღაც, მაგრამ იქ ის უნდა გაყურებინოს ბოლომდე, რომ ძალიან დიდი სიამოვნება და რაღაც ცოდნა მიიღო და ამ შედეგს დაახლოებით იუთუბერისგან ჭირდება დაახლოებით 30 პროფესიის ცოდნა სხვადასხვა რაღაცის. იქ სცენარის შედგენა, კამერები, ხმები, რეჟისურა, ედიტინგი, დიზაინი, განათება, ეს ყველა ცალ-ცალკე პროფესიაა და ეს შემიძლია 30-მდე ჩამოთვალო, რომელიც აუცილებელი მაგალითად სოციალ ვიდეოს გამოქვეყნება მარტო ცალკე პროფესიაა YouTube-ზე. რომელსაც რამდენიმე საათი შედება ერთი ვიდეო რო სწორად გამოვაყენო. ამინდია ფაქტორი, კვირის ბებია, რომელ ქვეყანაში მოღვაწეობ, იმ ქვეყნის ესასწაულები უნდა გაითვალისწინოთ, თუ ესასწაულია მაგალითად და უქმეთი არის, ან შავასპირა არის, ან ზაფხული, ყველა სეზონისთვის მნიშვნელობა აქვს. უქმეთ დღეს მაგალითად ის მნიშვნელობა აქვს, რომ როცა დასვენებით ვიდეოს გამოქვეყნება დილის საათებში უფრო რეკომენდირებულია, იმიტომ რომ დილიდან ხალხი სახლში არის უფრო. სამუშაო დღეებში დაუშვათ 6 საათის შემდეგ. და ესეთი 100,000-ობით ნიუანსი არის, რომელიც ესე დროთა განმავლობაში გამოცდილებაში გადავიდეს და ნელა იხვეწები. ამიტომ არის ასეთი დიდი იუთუბერი, რომელიც შეიძლება თავში მოგვივიდეთ ან საქართველოში ან უცხოეთში. ყველა არის ძალიან დიდი ფანი ამ სფეროში, მინიმუმ 6 წელი, 7 წელი, რომ ის უამრავი გამოცდილება და პროფესიების და უნარშორები რაღაცები ნელა შეისწავლა. ყველაზე ძნელი რაც არის მაინც ამ ყველაფრის ფონზე, ეს ყველაფერი კი არის ყველაზე ძნელი. ყველაზე ძნელი არის, როცა წარმატებას მიაღწევ და ეს წარმატება თუ ჰაიპი თუ რა ცნობადობა და აქტუალობა ეს დროში კონსისტენტულად შეინარჩუნებს.
ეგ არის უთუვლესი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ვიდეოები გაგივარდეს, ჰაიპში იყო, ტრენდში იყო, ყველა შენზე ლაპარაკობდეს. მაგრამ შეიძლება ხო ჰაიპ დროებია. ეს ყველაფერი ერთში სულ გადაიმის და დიდი ხანი რომ ამ სფეროში ტოპზე დარჩე, არის ყველაზე რთული. ეხლა შენს რო ვიცი რომ ბევრი იუთუბერს ალბათ უყურებ და იცი ბევრ მათგანზე რაღაცეები და ისეთ იუთუბერებსაც უფრო მეც გაიხსენებ, ვინც ერთ დროს ყველაზე მაგრად იკვლევოდა და დღეს საერთოდ არაფერს აღარ აკეთებს რა. და ანუ ეს ჰაიპი დაუვარდა. ახლა ანუ ეგ მაინტერესებს ზოგადად ყველა ვიდეოში ანუ რა effort ყოველთვის ბევრი იდება რა ვიდეოში, იმიტომ რომ თან განსაკუთრებით თუ ამის მონომეტრაჟი დიდია, მით უმეტეს რომ ანუ დიდხანს შეინარჩუნა მაყურებელი და ამას აინტერესებდეს და ყოფილა თუ არა ეგეთი რომ აი რაღაც კარგად იწვალე, ბევრი იწვალე რა მომწოდე, მაგრამ ის შედეგიც ვერ გამოვიდა, საბუდის შედეგი ვერ გამოვიდა, რაც ელოდი რაღაც მოვიდნენ ხო ყოველთვის გაქვს ვიდეოს რო დება ხა დავუშვათ ეს რაღაცა ამ კონკრეტულ სოციუმს აინტერესებს და ამათვის გავარდება. ეგეთი ყოფილა. ნახე, ეგ არის ერთ-ერთი რაღაც პარადოქსული მომენტი ამ სფეროში, რაც ყველა დამწყებ იუთუბერს სხვანაირად გონია. მაგალითად, ვიდეოში ჩადებული ენერგია, რესურსი და სხვადასხვა სტილის რესურსი არასოდეს არ ნიშნავს შედეგის პირდაპირ პროპორციულობას, რაც სხვა ბიზნესში ან სხვა სფეროში ეგრე მუშაობს. თუ რაღაცაში ბევრს იშრომებ და ბევრ ფულს შადებ ან ბევრ ენერგიას, ბევრ რესურსს და იქიდან ბევრი უკუგებაც გაქვს. ჩვენ სფეროში ეგრე არ მუშაობს. ჩვენ სფეროში შეიძლება რაღაცა იდეა მოგივიდეს 10 წუთში გადაიღო, კიდე რაღაცა უცებ დაამონტაჟო და შენს კარიერაში ყველაზე წარმატებული იყოს. და ეს კიდე თალკე მუღამია ეგ ყველაფერი როგორ უნდა ისწავლო ეგ, როგორ უნდა აკეთო ეგ ყველაზე ცოტა რესურსი, ყველაზე დიდი შედეგის დადება. აი რა ყველაზე რთული რომ ყველაზე ცოტა ხო და ეგ ბევრია ეგ როგორი რაღაცა იცი ყველა საკ კარიერაში ეგეთი რაღაც. რომ ყველაზე მეტი ენერგია რაში ჩადო, თუნდაც ფინანსურად, დროით, ყველანაირი კუთხით ყველაზე ცუდი შედეგი რო დაუდია და ყველაზე ცოტა ეფორტში ჩადო, ყველაზე წარმატებული ყოფილ. მეც მაქვს ეგეთი ვიდეოები ბევრი. ახლა ეს მეინტერესებს აი თავიდან რო იწყდი, რა იყო შენი პირველი ტექნიკა, მიკროფონი გქონდა, არ გქონდა, არ მგონია რომ კამერით პირველი გადაგიღო პირველი ვიდეოები. მე აი ძალიან საინტერესო რაღაცაა, იმიტომ რომ ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის მართლა ტექნიკა, რომ ადამიანს გონიათ რომ ეხლა ყველა რო 4K-ში იღებს და თამასამო აიწია, ეხლა თვითონ რომ თუ არა აქვს და მობილურად გადაიღებს, მაგის გამო არავინ არ უყურებს რა. ეგრე არ მუშაობს არც ეგ. და სხვათა შორის ეს სფერო იმითიც ხიბლავს, რომ ესე გარედან რაც ჩანს, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. და მე მაგალითად 40,000-ს გამომწერზე ავედი ისე, რომ მქონდა 300 ლარიანი Xiaomi-ის მობილური. კამერა ნანახიც არ მქონდა, ისე არც ერთი ვიდეო არ გადამოღია კამერით. სხვათა შორის ერთხელ ვცადე, როცა დამწყები ვიყავი, კამერა ვინახავ და ვცადე გადაღება, მაგრამ პირველად მქონდა კამერასთან შეხება და ფოკუსი ვერ გავასწორი და მთელი ვიდეო ბლარში იყო რა. ეხლა დევს ეგ ვიდეო, მგონი 40%-იანი ბლარი არის. მე პოდი შეკრევა, მეც მქონდა ეგეთი ისა, რომ რაღაც პირველ ვიდეოს საერთოდ ტელეფონთან ვერტიკალურად გადავიღე რაღაცისთვის და მე მეორე რომ ანუ კამერით გადავიღე, მაგრამ ამ კამერაში ანუ ოთახში იყო რაღაც შუქი ცუდად მქონდა განაწილებული, ISO საერთოდ არეული იყო და ანუ ვერ გაარჩევს ეს. არ ვიცოდი საერთოდ. მეც არ ვიცი ზუსტად ISO რა არის, მაგრამ ვიცი რომ თუ არეული არ ვარ კადრი. თორემ ზუსტად ანუ ვიცი რომ რაღაც შუქს უმატებს და ISO არის განაწილების. ახლა 40,000-ს გამომწერზე ავედი მაგ მობილურით. მქონდა ერთი ლეპტოპი, რომელსაც წარმოგიდგენ ლეპტოპი, რომელსაც ელემენტი არ აქვს, სულ შეერთებული უნდა იყოს, Wi-Fi-ს არ იჭერს, სულ სადენით უნდა იყოს შეერთებული და ვიდეო კარტა არ აქვს, ვიდეო ბარათი არ აქვს. და როცა ვამონტაჟებდი ვიდეოს, რადგან ვიდეო ბარათი არ ქონდა, პიქსელებად აჩვენებდა პრემიერში. და ხარისხს რომ მივხარიყავი გადაფარვის კადრებად, რასაც ვიყენებდი, ფოტოს რეზოლუციიდან და ეგეთი რაღაცებიდან ხდებოდი. და მე მობილურში უკვე გამოქვეყნებულ ვიდეოზე ხდებოდი, კარგი იყო თუ არა. და ეგეთი რაღაცა ტექნიკებით რაღაცნაირად 40,000-ს გამომწერამდე ავაღწიე. შემდეგ დაახლოებით 120,000-ს გამომწერზე ვიყიდე პირველი კამერა. და ბიუჯეტური და კომპიუტერიც ასე თუ ისე მქონდა უკვე PC ავაწყე. ხა.
120.000 გამოდალის შემდეგ სამინეროდ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი ოცნების კომპიუტერიც ქონდა და აპარატურაც სოფლიოში საუკეთესო რაც არსებობს, მაგრამ ესე რადევანდელი განმოსახედიდან აბა 120.000 გამომწერზე ადი და მე რაღაცებს გაჩუქებენ სპონსორები ან შენ თვითონ იყიდიან ამე ცოტა წარმოადგენთ ჟღერს რა მაგრამ ნახე მთელი ამ ყველაფრის დიდი აზრი რა არის მე რომ ახლა კიდევ ის 300 ლარიან ნობილური მქონდეს შემიძლია ახლა რასაც ვაკეთებ იგივე ხარისხის კონტენტი ვაკეთო ანუ აპარატურაში სიამდვილეში ხარისხი არ არის იმიტომ რომ ისე განვითარდა ტექნოლოგიები რომ ბიუჯეტური მობილურითაც საკმარის ხარისხი რა და არ შეიძლება ის დიდი სტუდიები და რაღაცები თუ ჭკვიანურად გააკეთე შენიგი თქოდრებოდებით ახლა AI-ს რომ მივიგეთ მე პირადად ახლა AI-ს ვიყენებ თამბნეილების გაკეთებაში ხანდახან ან მოკლედ მარტივ რაღაცეებში მაგრამ განსაკუთრებით ყველაზე მეტად თამბნეილზე და შენ როგორ იყენებ AI-ს ზოგადად YouTube-ის მიმართულებით კონკრეტულად YouTube-ის მიმართულებით YouTube-ის მიმართულებით YouTube-ის მიმართულებითაც არა ახლა მე ვიყენებ მაგალითად ChatGPT მაქვს $20 ნაკიდი და ახლავს ერთი წლის წინ ვიყიდე და ყველაფერში ChatGPT-ს ვიყენებ და რამდენიმე თვის წინ საერთოდ ვერ აკეთებდა თამბნეილებს და ფოტოს ვერ აკეთებდა შემდეგ სახეებს ვერ იმახსოვრებდა შემდეგ წარწერებს ვერ აკეთებდა და ეს რაღაც ყოველ ორ კვირაში იმხელა ცვლილებები ჰქონდა რასაც ესე შემithვალით უყურებდი რომ ძალიან აღმართოვანებდა ეს ყველაფერი. ახლა ისეთ ეტაპზეა რომ თამბნეილის კუთხით დიზაინერი და რაღაცა აღარ არის საჭირო, შეიძლება პირდაპირ შენ სურათი ჩაუგდო, რაღაცა სცენარი აუღწევო და თვითონ იდეალურად გიკეთებს. ერთი-ორი თვის წინ ქონდა კიდე ეგეთი აპდეიტი, რომ თამბნეილს რა რეზოლუცია სჭირდება, მაგას ვერ სვამდა და შემდეგ უნდა გამოგიწერა ეს ფოტო ან Photoshop-ში გაგესწორებინა ამე, მაგრამ ახლა ეგეც აპდეიტზე გამოვიდა. AI მე კიდე Gemini-ით ვთქვი, რომ ველაპარაკო ხოლმე რომ რაღაცა ეს განვითარების დინამიკა არ გამომეპაროს და მე ვარ ესე დონეზე მოვიხმარა Google-ს აღარ ვიყენებ საერთოდ საძიებო სისტემა ჩემთვის არის ChatGPT ყველა ანუ იმდენად დიდი პროგრესია როცა ინფორმაციას Google-ში მოვიპოვებ და როცა ინფორმაციას მოვიპოვებ დავუშვათ ChatGPT-ის დახმარებით რომ აი სამთვიანი შრომა შეიძლება ერთ დღეზე ჩამოვიდა რა მართლა პროგრესია ხა ჩემი პირადი გამოცდილებია რაღაცების სწავლის ან ინფორმაციის მოპოვების კუთხით ასევე YouTube-ზე სცენარულად რაღაცებში დაგეხმაროს ან იდეების გენერირებაში და ყველაზე ძნელი ყველაზე დიდი მაინც გამოყენება თამბნეილის კუთხით აქვს იმიტომ რომ ეგ უნიშნავანესი რგოლია YouTube-ზე და თან ძალიან ძნელიც არის იმიტომ რომ Photoshop-ში რო გააკეთებინა თამბნეილი მაშინ ახალი პროფესია უნდა გესწავლა საერთოდ რომ თამბნეილის კეთება შეიძლებოდა თუ არა და სხვას უნდა გააკეთებინა და სხვას რო გააკეთებინო თამბნეილი ეგეც ურთულესი მომენტია იმიტომ რომ ჯერ ვინც გიკეთებს იმ ტიპმა შენი იდეებით და ხედვებით უნდა აწყოს რაც ორი ადამიანი ისე ერთი საერთო პროდუქტამდე მისვლას გულისხმობს და ეგეც ძნელია იმიტომ რომ ხედვები შეიძლება არ იხეოდეს ან შენ რაც გონებაში გაქვს იმ ტიპს უნდა უთხრა რომ ეგ გაგიკეთოს უბრალოდ გამოძერწოს რაღაცა რაც მის ხედვას სხვანაირად არის და სხვა დანარჩენ AI-ს უფრო როგორ ვიყენებ ისი აი რაღაცა რამდენიმე ორ თვეში ერთხელ ან ამე ყველასთან რაღაცა აპდეიტებს ვეცნობი შეიძლება რაღაცეებიც გავწესდო და ვცდილობ რომ განვითარებას არ ჩამოვჭერ თუმცა ყოველდღიურობაში ძირითადად ChatGPT-ს ვიყენებ კი ბატონო ახლა მე მაგალითად ბოლო ვიდეოზე ხო ბოლო ვიდეოზე ეს იქნება მაგრამ მოკლედ ერთ ვიდეოზე მომივიდა ისა რომ ანუ დავიწყე ვიდეო ჩავწერე ჯამში რაღაც 33 წუთი 34 იყო რაღაც უნდა დამიყვანს სადღაც 25-მდე თუ უფრო ნაკლებამდე და რომ ვიწყებ იმას უკვე რომ გადავიტანე და ოღონდ მე CapCut-ში ვაკეთებ ის პრემიერში ვერ ვაკეთებ მაგრამ ნუ CapCut-შიც ჯერჯერობით მოწყობ ფეხს და რომ გადავიტანე და შევატყვა რომ არ ვარ განათებები მაქვს ძალიან ცუდად და ძალიან ცუდი კადრია არა და ყველაფერი მეთქი კარგად მოგთქო და ეგეთ თუ მომხდარა შენთან რომ აი რაღაც იწერ შეიძლება საათიან ვიდეოს თუნდაც 20 წუთიან ვიდეოს და არ ვარ ან GPR დევს ან რაღაც GPR ყოფილიყო ხო ეგეთ რაღაცები
სულ ხდება ამ სფეროში. შეიძლება მაგარი ვიდეო გადაიღო და მთავარი ხმა არ კონდეს, უცებ იცოდე რომ არ ჩაიწერა. ან გადაწერის დროს დაგიფორმატდეს, ან კომპიუტერი დაგეწვას, რაღაცა ჯანდაბა დაგემართოს და ეგეთი რაღაცები ყველა დიდ იუთუბერს ეს სულ ემართება პერმანენტულად, მაგრამ მე რაღაცა ერთი წალი გამოცდილება რო გექნება, ვიდეოზე ძალიან ბევრს რო იშრომებ და თურმე ხმა არ ჩაიწერა, მე უკვე სხვა ვიდეოებში ის წალი გამოცდილება სულ გახსენდება და რამდენჯერმე ამოწმებ და ესე ყველაფერზე რა. მეც ბევრი მქონია ეგეთი კი. მე ძალიან ვიცინა და ძალიან აუმეთქი ახლა. თან ანუ რაღაც ვიდეოს რო ჩაწერ, მე იგივე ლაპარაკი რო გიწევს, ცოტა რაღაცნაირი მომენტია რა შენც რომ იგივე თემაზე უნდა ილაპარაკო, მაგრამ მოკლედ ფულია. ეხლა შენ რა გამოცდილებას მიიღე. ეგ კიდე არაფერია. ეხლა წარმოვიდგინე შენ რო ატარებდე ტურნირს, ბევრი ცნობილი ადამიანი რო მონაწილეობდეს და ორგანიზებული რო იყოს და ფინალი რო გადაიღე და ფინალი რო წაგეშალოს. სად მოხდა? ეხლა მოხდა აგერ ჩვენ კოლეგა იუთუბერებს დაემართათ, მაგრამ როგორღაც მაინც შეაკოცდეს რაღაცა ისინი და ბოლოს გამოაქვეყნეს, მაგრამ ეგეთი ცუდი რაღაცები, ეგეთი პროექტებიც ხდება რა. ამიტომ ვერ გაექცევი მაგას. აი, ქუჩაში დიდ აუთობის ხშირად ფანები, მაყურებლები რაღაცა გაუნწერები, ხედავენ, ფოტოს იღებენ რაღაცა და აი ყველაზე ისეთი უცნაური ან გიჟური და არ გვთ მინდა რა მოხდა რა დაუშვათ რა ან უჩუქებიათ ან გაუკეთებიათ ჩვენთვის ან რაღაც ეგეთი ყველაზე გამორჩეული რაც გახსოვს რაც მოხდა რა ძალიან ბევრი რამე ყოფილა ეგეთი და ეხლა ვცდილობ შევარჩიო ყველაზე გამორჩეული მაგრამ ყველაზე გამორჩეულები ისეთები ყოფილა რომ მაგას ვერ მოყვი მაგრამ აი ზოგადად თუ გითხრა, ყველაზე მეტად რაც მიკვირდა. იყო როგორი რამე იცი, რომ ადამიანს რო შევხვდები, ყოფილა შემთხვევები ამ ადამიანისთვის ეს იმდენად ემოციური ყოფილა, რომ მაგალითად რაღაცა აცახცახებულა ისე, რომ სერიოზულად დასამშვიდებელი გამხდა რა. რაღაცა მოსასულიერებელი ან რაღაცა ეგეთი. ეგეთი რაღაცები ჩემთვის ყველაზე უცნაური იყო, იმიტომ რომ მე ხო რაღაცა ისე არ ვიყავი, რაღაც ცელებრიტი ან სპორტსმენი ან რაღაცა ან მუსიკოსი რო ეგეთი რა. მე უბრალოდ სახლში ვიჯექი და ვიდეოს ვიღებდი და როცა გარეთ გამოდიოდი და ეგეთი რაღაცები შევხედავდი მე მაგის სწავლა დამჭირდა რომ მაგ დროს როგორ უნდა შევინარჩუნო ადეკვატურობა, თორე მეც შოქში ვიყავი, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი ვერაფერს. ესე იგი, ახლა მე მაგას დაახლოებით აი 2 ან მაქსიმუმ 3 სიტყვით და შენი არხი რა როგორ აღწერდი, 3 სიტყვა რო ქონდეს მაქსიმუმ რა. აი როგორ აღწერდი შენ არხს? 3 სიტყვით? 4. მოდი როგორ აღწერ, იცი? სიტყვები რო არ დავითვალოთ. ხო. ანუ მე იუთუბერობასთან ერთად ვარ კიდე უფრო მეტად YouTube გულშემატკივარი ვარ და მაყურებელი, როგორც მაყურებელი. და მე როგორც მაყურებელს როგორი არხის ყურებითაც მივიღებდი ყველაზე მეტ სიამოვნებას, ვცდილობ რომ მე თვითონ ეგეთი არხი მქონდეს. რომ თუ ვინმეს კიდე ესე შემსავით უყვარს, იმად გავუსწორო რა. ანუ ახლა მოდი მაგას კითხო კიდე, აი ეგეთი YouTuber ვინ არის, ვისაც აი ხშირად უყურებ ადამიანებს თვალს, ქართველი უცხოელი არა მნიშვნელობა. ქართველი YouTuber-ებს საერთოდ ყველას უყურებ, რა კონტენტიც არ უნდა გქონდეთ. იმიტომ რომ ყველას ვიცნობ, ესე რაღაც საერთო გადაღებებიდან ან სადღაც ყველა შევხედება, რომ ბევრი ერთმანეთთან, ანუ მეგობრობთ. ბევრ რაღაცას ვაკეთებთ საერთოს ერთად და ყველაფერი მაქედან გამომდინარე, ისედაც აინტერესოა. გარდა მაგისა, ისედაც ინფორმაციის კუთხით უნდა ვიცოდე ყველას ასე თუ ისე ყველა ვინ რას იღებს და გარდა მაგისა, ისე იუთუბერები ადამიანურად და ისე ურთიერთობებში ყველა კარგი ადამიანია და გულშემატკივრობ რა ისედაც. მე თვითონ პირადად ყველაზე მეტად მევასება ისეთი კონტენტი, სადაც ადამიანია მთავარი. აი მაგალითად ესე მე როგორც ვიღებ ვიდეოებს, ეგეთი სტილის ვიდეოებს ვინც იღებს, ისინი კიდე ცოტათი უფრო მეტად მევასება. ეგეთი ვიდეოებს ნახვა და ეგეთი იუთუბერი.
ესე იგი, ახლა ერთი კიდე მაინტერესებს, ცოტა ესეთი შეიძლება კითხვაც ჩანდეს, მაგრამ აი დავუშვათ ახლა ვინც იწყებს YouTube-ს, ან თუნდაც მე, ხო, ან თუნდაც საერთოდ არ აქვს დაწყებული, მაგრამ რაღაც პატარა აზრი არსებობს გონებაში, რომ ხო არ დავიწყო რაღაცას, არჩევს რაღაცას და რას ურჩევდი, რომ რაზე გამახვილონ უფრო მეტად ყურადღება და რა აი პრიორიტეტები როგორ დაალაგონ, რა არის პრიორიტეტი უპირველეს ყოვლისა. რაღაც უკვე ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი ცალკე რა ჩამოვაყალიბე. პირველეს ყოვლისა ყველაზე თავარი არის, რომ შენი გეგმა ისე დასახო, რომ ამ სფეროში დიდი ხანი გაძლო. ან მაგალითად რაღაცა ენერგია თუ გაქვს, ან მატერიალური, ან უბრალოდ პირდაპირ ენერგია, ერთ ვიდეოში კი არ ჩადო, რომელსაც იტყვი, რომ ეს ვიდეო საუკეთესო იქნება და რაღაც წარმატებას მოგიტანს. შეუძლებელია, რომ მაგარი ვიდეო გადაიღო, როცა დამწყები ხარ. და რა გულისხმობ, რომ რატო არ შეუძლებელი. როცა ვიდეოების კეთებას იწყებ, ყოველ დღე შეიძლება ყოველ კვირაში ყოველ თვე ხვდები, რომ შენი წინა ვიდეო რო გაიგეთებინა უკვე ამ გამოცდილებით, რაღაცები შეცვლილი და სხვანაირად იზამთრ. შესაბამისად, შენი ძველი ვიდეოები აუცილებლად არ მოგწონს. და ეს ბუნებრივია, არც უნდა მოგწონდეს, იმიტომ რომ მაშინ არ ვითარდები ესე იგი. რაღაცები შეიძლება კარიერაში ისეთი გაგივარდეს, რომ აი 10 წლის მერე მოგეწონება და თქვა რომ მაგარი გამიკეთებია, აი გაუნაკლისია რა. და რადგან ყოველ შემდეგ დღეს ძველი ვიდეო არ მოგწონს, ესე იგი თავიდანვე არ არის მოსაწონი. და რადგან თავიდანვე არ არის მოსაწონი, ესე იგი ლოგიკურად ერთ თავარი რჩევა რაც არის რომ გრძელვადიანად იყო ამ სფეროში და შენ თავს მისცემ საშუალება რომ ბევრი სხვადასხვა რაღაცა გატესტო, ნახო რა შენ ამოგწონს, რომ ხარისხავ უფრო კომფორტულად აუდიტორიას რა მოეწონა და ეს რაღაცა საერთოდ თანაკვეთები დაამუღამო, თან ანალიტიკაში აკვირდებოდეს შენს ვიდეოს, იქ ინტროში როგორ მიყურებს ხალხი, როგორ კომენტარებს გიწერს, თამბნეილი როგორ მუშაობს, იმდენი რაღაცა გაქვს ეგეთი წვრილმანი სასწავლი, რომ დასატესტებო ბევრი. შენ თავს უნდა მიცე იმის ფუფუნება, რომ ბევრი ვიდეო ვაკეთო ისე, რომ ამ დროს შიმშილად არ მოგდე. ესე უხეშად ვთქვათ რა. მაქსიმალურად უნდა ცოტა რესურსი ჩადო ვიდეოს გადაღებაში, რადგან თუ ბევრი რესურსი ჩადდეს, შემდეგ ვფიქრობ, რომ რესურსი გელევა ნელ-ნელა და ბევრი რესურსი თუ ცოტა შედეგი მიიღე, ცოტა რესურსი კიდევ უფრო ნაკლებ შედეგს მიიღებათ, ეგრეც არ არის სინამდვილეში, მაგრამ ადამიანები ესე ფიქრობენ. ამიტომ ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე კარგი რჩევა იქნება ის, რომ ამ სფეროს უნდა შეხედო როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია, რომ შედეგი მიიღო 1 წელში, 2 წელში, 3 წელში და 5 წელში და არა რამდენიმე თვეში და ეს რამდენიმე თვე და თუნდაც 1-2 წელი შენ თავს უნდა მისცე, რომ ამ დროს შენ თვითონ გაიზარდო და კიდე ერთი ესეთი სტატისტიკა არსებობს, რომ რომელი იუთუბერიც თავიდანვე გაიქაჩა და ბევრი ნახვები ქონდა 1-2 წელში ყველამ დაანება თავი. და ეს კიდე ცალკე ასახსნელი თემა არის, რატომ მუშაობს ეგრე, მაგრამ 100% ეგრე მუშაობს. ამიტომ თუ გინდა რომ რაღაც ადამიანს ახალ იუთუბერს ცუდი რამე უშურო, არის რომ თავიდანვე წარმატებული გახდეს. ანუ პროგრესი უნდა მოხდეს ნელ-ნელა და იმიტომ რომ ნახე, აი მაგალითად ახალი ერთ-ერთი შემთხვევა რო ავიღეთ რა, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს ეგ, მაგრამ ერთ-ერთი ვთქვათ. დავუშვათ ადამიანმა დაიწყო ვიდეოების დადება და მეხუთე ვიდეოზე გაუვარდა 200,000 ნახვაზე ვიდეო. ამ 200,000 ნახვაზე ხო არის კარგი კომენტარები და ცუდი კომენტარები. როცა ახალი ტიპი ხარ, ცუდი კომენტარები უფრო მეტია, იმიტომ რომ ჯერ არ ყავს ის ლოიალური აუდიტორია შემოკრებილი და რაღაც. და შენ თუ მაგალითად 20 ნახვაზე გექნებოდა პირობითად ერთი ცუდი კომენტარი, მაგრამ 20 კაი ცოტა არის. 200 ნახვაზე გექნებოდა ერთი ცუდი კომენტარი. 200,000 ნახვაზე პირდაპირ პროპორციულად მაგდენჯერ გაზრდილი ცუდი კომენტარი გექნება რა. და შენ ერთ ცუდ კომენტარს გაუძლებდი, იმიტომ რომ იფიქრებდი რომ ვიღაცა გიჟია, მაგრამ რამდენიმე ათეული ან ასეული ცუდი კომენტარი 200 დაგროვდება, ან 200 რო დაგროვდება, ანუ ეგ აუცილებლად მოქმედებს, ანუ ცუდი კომენტარები აუცილებლად მოქმედებს ადამიანზე რა. და იქ რომ 1000 კომენტარი რო წაიკითხო რომ საუკეთესო ხარ და ყველაზე მაგარი ხარ და ორმა გაგინოს, ის ორი უფრო მეტად კივა ვიდრე ის 900 1000 კარგი კომენტარი რა. და ესეთი კიდე პატარა ეხა ცოტა მეტალური ამბავია, რაც ეხლა ახსენეთ, მაგრამ ესეთი
ათობით არის, რომელიც საბოლოო ჯამში მაგ შედეგს იწვევს, რომ ადამიანი ნელა უნდა გაიზარდოს. ახლა მაინტერესებს რას იყენებ ესა researching-ისთვის, ანუ იმიტომ რომ შენი ვიდეოები რაც არის, ანუ იდეაში ხო უფრო განათლება, ანუ განათლება ანუ იღებ რა, ხო ცოდნა შენი ვიდეოებიდან ბევრ ახალ რაღაცას სწავლობ და ვიგებ და ანუ researching-ისთვის რას იყენებ? ძახან თქვი რომ ChatGPT-ს ვიყენებ researching-ისთვისო და მხოლოდ მაგას თუ შეიძლება რომ ხანდახან ChatGPT-ს გარდა რაღაცაც გამოიყენო კონკრეტულად ვიდეოსთვის. ამ ტელევიზიის განმავლობაში ყველაფერი გამომიყენებია, მე მგონი რა თასეულს. წიგნებიც თავიდან ძირითადად წიგნებიდან ვიპოვე რაღაცებს. მე Google-დან ChatGPT-მ კიდე Google-ის ალტერნატივა გახდა თითქოს და ეგეც რაღაცა ისე სტატიები ინტერნეტში, რაღაც ზოგადი ცოდნა, პოდკასტები, აი რაღაცა ნიშური პოდკასტი, რომელიც რაღაცა კონკრეტულ თემაზეა, იმის მოსმენის შემდეგ შეიძლება რაღაცა ახალი ვიდეო დაიბადოს, რომელსაც მე კიდე სხვანაირად გაშლი. ასევე დოკუმენტური ფილმები მიყვარს ისე ზოგადად. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაცა დოკუმენტური ფილმი ვნახე და იქიდან ერთი ვიდეო გავაკეთე იმ თემასთან მიახლოებით და კიდე რაღაცა ზოგადი ცოდნით და რაღაცეების შეჯამებით რა. და ბოლო კითხვა დღეისთვის, ანუ თავიდან ხო half-time YouTuber-ი იყავი თუ მეშლება და თავიდანვე ანუ ბოლომდე რაც ჰიტას არ სამ გავაკეთებდი სადღაც წელიწად ნახევარი ისტორია საინტერესო ფაქტები ერქვა, ეგეთი არხი მქონდა. და მაგ დროს ვიყავი ესე half-time-ს ხო ნახევარი რაღაცებს ვაკეთებდი და ნახევარი დრო ამას უთმობდი და როცა ჩემი არხი გავაკეთე უკვე შემდეგ უკვე full-time-ზე გადავედი. და აი მაგ full-time-ზე როგორ იყო რომ აი ანუ რომ სირთულე იყო თავისავად იყო და რა სირთულეები იყო თავიდან დაწყე ანუ დაახლოებით მსგავს კითხვა რაც ახლა დავსვით მაგრამ აი full time-ს რო იწყებ თავიდან half time შეიძლება ნაკლები სირთულე იყოს და full time რა სირთულეებს აწყდა აი დავუშვათ პირველ ორ კვირაში ერთ თვეში რაღაც მე როცა ვიწყებდი მაშინ YouTuber-ობა არ იყო როგორც პროფესია ჩამოყალიბებული და ყველა ამბობდა რომ რა ვიდეოებს იღებ და რა ასაკეთებს აი 2018-ში იყო ეგ თან ისე რაღაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი თითქმის დავამთავრე რაღაცა ლექციებს ვკითხულობდი რაღაცა თემებთან დაკავშირებით და უცებ რომ ყველაფერს მიატოვებ და ამბობ რომ YouTuber-ი გავხდე და თან YouTuber-ი ქვეყანაში რამდენიმე კაცია სულ და იმასაც ცოტა ნახვები აქვს და იმასაც სპონსორები არ ყავს ძალიან რთული გადაწყვეტილება მაგრამ მე ნახე ყველაზე დიდი სირთულე რა იყო ისი რომ ჩემი განვითარება, ჩემი არხის მოხდა სფეროს განვითარების პარალელურად. ჩემი არხის განვითარება სფეროს განვითარებას ვერ გაასწრებდა. ამიტომ ეგ ერთმანეთზე მიბმული იყო და თან იმის იმედიც უნდა მქონდა, რომ ეს სფეროს განვითარდება აქ, როგორც მაგალითად გლობალ YouTube-ი ვითარდება, ან ამერიკელი YouTuber-ები ვითარდებიან, ან რამე მსგავსი, მაგრამ ეგ იმენად ბუნებრივად მეჩვენებოდა მე რომ 1%-იც არ დამიშვია, რომ აქ არ მოვიდოდა ეგ დრო. ახლა რო შევადაროთ მაშინ ახლა დაწყება და მაშინდელი დაწყება. მაშინ რო დაიწყებდი თუ YouTube-ს ვიღაცები უყურებ და შენ ახამდე აუცილებლად მოვიდოდნენ, იმიტომ რომ ცოტა YouTuber-ები ცოტა იყო. ტოპ ნახე მაგალითად ვიდეოზე 1000 ნახვა თუ გექნებოდა 1000 ნახვა ითვლებოდა რომ ვინც YouTube-ს უყურებს, ყველა გნახა და ყველა მიცოდა შენზე. ახლა უკვე 100,000 გამომწერიანი არხი შეიძლება ისე შემხვდეს, რომ საერთოდ პირველად ხედავდი. მაშინ ეგ პლუსი იყო. თუმცა მინუსი ის იყო რომ შემოსავალი ვერ გიქნებოდა. დღეს უკვე ალბათ ათობით შეიძლება ასობით YouTuber-ი იყოს, რომლის შემოსავალიც YouTuber-ობა არის და როგორც ისე პროფესია როა და რაღაცა იგი მაგან დიდი ხნის. მაინც ნაკლებად მონეტიზაციას შემოსავალ. ანუ ამ ბოლო პერიოდში მე როგორც ვიცი, შენგან ვიცი რომ გაზრდილია შედარებით, მაგრამ თავისთავად სხვა ქვეყნებთან შედარებით ვერ ანუ ხო ყველა ქვეყანაში სხვადასხვა არის ეს მონეტიზაციის ესა. კი სხვადასხვა და ყველა კონტენტზე სხვადასხვა არის, მაგრამ მონეტიზაცია ყოველ წელს არის გაცილებით დიდი ვიდრე წინა წელსი. მაგრამ ნახე მონეტიზაცია ამ ფსალზეც არ უნდა გაიზარდოს საქართველოში. მონეტიზაცია მაინც ვერ იქნება ის შემოსავალი, რომელიც გეყოფა რომ full time-ზე იცხოვრო რა. ისე ეგ YouTube მონეტიზაციაზე ვსაუბრობ და ჩოლებრივი მონეტიზაცია თუ როგორც შემოსავალს დავარქმე.
მაგ შემთხვევაში შენ თავარი შემოსავალი აუცილებლად სპონსორები არის, და სპონსორების კუთხითაც ნახე, თვითონ სფეროში რამდენი თანხა შემოდის სპონსორებისგან. ეგეც ყოველ წელს არის კატასტროფულად მზარდი ვიდრე წინა წელს. კი. მაგალითად წელს ერთ იუთუბერს რამდენი შემოსავალიც აქვს, ესე დიდი იუთუბერს. მაგალითად 4 წლის წინ დიან ყველა იუთუბერს არ ქონდა მაგდენი შემოსავალი. ესე თუ ხეშად რო შევადაროთ რა. მონეტიზაციაზეც გეტყვი, თვითონ იუთუბის მონეტიზაციაზე რომ ეგეც იმდენად იზრდება, რომ მართლა ჩემს ბოლო ვიდეოზე რომ ნახულობდი, RPM-ი გაიზარდა $3-მდე. ეგ იმას ნიშნავს, რომ ვიდეო რომელსაც 100,000 ნახვა აქვს, $300 გამოიმუშავა. შესაბამისად მილიონ ნახვაზე გამოიმუშავებდა $3,000. რაც უკვე ნორმალურია რა. მანამდე 2 ცენტი იყო და აზრიაკი. ამერიკაში ბევრად მეტი არის კიდე, მაგრამ იზრდება აქაც. მე როგორც ვიცი, ამერიკაში უფრო არის გათვლილი შესაბამისად სანახაობას და ნახვებზე და მაგიტო არის, ანუ შესაბამისად მაგიტო არის ესა რა, აი მაგალითად, ბევრი ესა კონტენტი ხო ისეთია, რომ აი რაღაცა გასართობიან, ცოტა ესა ლაივი სულ ჩართული და რაღაც მაგაზია გათვლილი უფრო ამერიკაში, იმიტომ რომ შესაბამისად მონეტიზაცია უფრო მაღალია და ანუ მონეტიზაციაზე ცხოვრობენ, სპონსორებს არ აკეთებენ აქცენტს დიდად. მე როგორც ვიცი, იქ მონეტიზაცია იმენ თანხას უწევს, რომ სპონსორთან კიდე იქ რაღაცა ბრიფის ნახვა და მოლაპარაკება და აი აქ ის ჩასვი და რაღაცეები, ანუ გეზარება უკვე მოგებიანიც აღარ არის, იმიტომ რომ ეხლა მე ვიდეოს რო გადაიღებ და $1,000,000 დაგიძებს მონეტიზაცია 2 დღეში, ხო? მაშინ სპონსორი კიდე ბევრად მეც უნდა გიხდიდეს, რომ გიღირდეს. ცელის კეთება რა. და იმათ აღარ უღებ ამერიკაში დიდი ხანი აღარ უღებ, ამიტომ 1-3-4 წელია ამერიკელი იუთუბერებს ფაქტობრივად სპონსორები არ ყავთ, იმიტომ რომ თვითონ ვარს ეუბნებიან. სულ ეს იყო, მადლობა. მადლობა პირიქით. იმედია წარმატებული ფეხი მეკნევა შენს აღზე. მადლობა. Legal. Legal. Dá pra